შენი აზრით რა მოხდება თუ 5 დღე თვალებს დახუჭა? არც შოკი, არც ფერები, არც ერთი სახე. არანაირი ტელეფონი თუ ტელევიზორი. 5 დღე სადაც არ იცი დილაა თუ ღამე. მხოლოდ სიბნელე. ადამიანის გონება ყოველ წამში დაახლოებით 11 მილიონ ბიტ ინფორმაციას ითვისებს და აქედან 10 მილიონი მხოლოდ თვალებიდან მოდის. დაბადებიდან სიკვდილამდე ჩვენი ტვინი უჩერებლად ამუშავებს ყველაფერს, რასაც ვხედავთ. ეს პროცესი კი არასდროს ჩერდება. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენ გავაჩერებთ? დღეს მე ვიწყებ ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და ფსიქოლოგიურად რთულ ჩელენჯს ჩემს ცხოვრებაში. მომდევნო 5 დღე ვიქნები თვალებ ახვეული. და რატომ ვაკეთებ ამას? იმისათვის რომ დავინახო ის, რასაც თვალები ვეღარ ხედავს. დავაფასო მომენტები, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები ვერ ვაფასებთ. და გავიგო რას განიცდის უსინათლო ადამიანი. დღევანდელობით და მომავლით უნდა ვიცხოვროთ, ახლა მე რო დავჯდე, ხაი. აი ვიღაცა მსგავსი პრაქტიკა ძალიან გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, მექსიკა, გერმანია და ასე შემდეგ. Oh my god. There's just so much beauty and simplicity that we take for granted. ამ ყველაფრის განხორციელებაში კი დამეხმარებიან ჩემი მეგობრები ანა და აჩი. ხო, და ეს არ არის უბრალოდ ჩელენჯი. ეს ფსიქოლოგიური ომია საკუთარ თავთან. ჩემი გამოთვლებით ნიშნავს. ვაუ. და ეს ომი იწყება ახლა. მოგლეთ მეგობრებო, ესე გამოვიყურება ჩემი საჭმელები, რაც მაქიხარ ჯერჯერობით. დამზადებულია დედაჩემის მიერ, რომ ეგრევე გამოვიღო და გავათბო აქ. ესე გამოვიყურება. და ისე იწყობა, რომ ხედულობა არ სჭირდება. იარულის დროს, როცა გადავადგილდებით, იდახში მოკიდებთ ხელს და ისე ვივლი. უფრო ორიენტაციისთვის. როგორც მითხრეს და სწავლეს, იდახში მოკიდება და გადაადგილება, ეს სწორი. რაც შეეხება ტუალეტში, ანუ ესე ვიდეოს რაც სჭირდება მხოლოდ. დანარჩენი ყველაფერი ავიღე და წესით და კანონით ჩემი გამოთვლებით აქ გამოვიხდი. ამის შემდეგ მე და ანა მავალაგეთ ყველა არასაჭირო ნივთი, რაც შეიძლება ყოფილიყო მომდევნო დღეებში დაბრკოლებით. მოკლედ ეხლა მიკროტალღურ ღუმელს უნდა დავაკრა, რომ მივხვდე ან დაწყება რომელია რა. სტარტარი. ესე. ან მე დავაკრავ 1 წუთს რა. 1 წუთს რო დავაჭირო თავარი და სტარტს. რომ გაცხელდეს საჭმელი. ანუ კამერასაც ვამოღალავ რომ რამე ხმა აქვს რა. ანუ აქ შემიძლია დავინახო და ხმა ნახეთ როგორ აქვს. ეხლა კამერაში ვართ. მიესალმე მეგობრებს. ანუ კამერა ეს არის გამორთვა. ანუ რო რამე ამითაც ალბათ შევძლებ რაღაცების გადაგებას, იმიტომ რომ მარტო რო ვიქნები რა გავაკეთო. ამის შემდეგ მე და ანამ კიდევ სხვა ბევრი დეტალი გავიარეთ, რადგან ჩელენჯს მომზადებული შეხვედრილიყავით. გონი დროა გიგი, ა? ცადე, ზეს უყურე, ტკბენ. აჰა, წინასწარ რომ მიაჩვიო. ესე კაია. კარგი, მოგეც. მეგობრებო, წარმოიდგინეთ ამის მერე 5 დღე მზეს ვეღარ დავინახავ და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ გარეთ ჩაგვეწერა ეს და გაგიმართლა რომ მზე არის ხოლმე. გამიმართლა რომ მზე არის და ჩელენჯი დაიწყე. ამოიღე, მაგრამ ახლა ვუმატირებ ეგ. მე მგონია რომ ყველაზე ეხლა რაც გაიკეთებ და რასაც ვიცი რომ გააკეთებ კიდე. მაგათ შორის ყველაზე რთულია რა. ჩემი აზრითაც ეს არის 10 დღიან ჩელენჯზე კი. რთული. მე რომ არჩევანი მქონდეს, რომელს გავაკეთებდი იმას 10 დღიანს თუ ამას, ალბათ 10 დღიანს ავირჩევდი. Fastex ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 5 დღე ტელეფონის გარეშე. ძალიან რთულია. მე ტელეფონის გარეშე მიჭირს თორე. ხო, სინათლე. კარგი, დავიწყო. სად ხარ მართლა? ა? თვალის ოფთალმოლოგიური კლინიკა, აცი. დაიცა. და ესე და ამგვარად დაიწყო ჩემი ჩელენჯიც. ეხლა всё მორჩა? და დრო ჩაირთო. დღეიდან ეხლა კიდე 5 დღე. მოკლედ არ ვიცი, მე შევეცდები რომ გიგი სადმე ხელფეხი არ მოიტეხოს. 2 minutes later.
ნუჟა იმენა გავაცადე ბიჭო რა. ამის შემდეგ კი გავაგრძელეთ გზა. აცი ჩვეულ სტილში იყო, მე კიდე ძალიან განსხვავებულ ამპლუაში. გიგი, წინიცი ორი რამაგარი გოგო მიდის? დავაი შეჭემა მიდი აბა. არ წაიქცე. სად მიყავ რა მარცხნივ? მაგ მყავ ხარ აღმარს. მაგარი გოგოები არის ეგეთი. მივიდე ჩემი ღიმილი თუ მოხიბლო. ზალკი ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი შეხვდა, რომლებსაც Instagram-ზე ყავდი გამოწერილი. ამიტომაც მალევე მიცნეს, რადგან იცოდნენ ჩემი ჩელენჯის შესახებ. მეორეს მოვესალმე? რამდენი ხართ? 4. მადლობა უღმესი. მეოთხეს არ ჩამოვარდ თუ ჩამოვარდ? არა. მეოთხესაც მადლობა უღმესი. ახონდის. ნელა ბიჭო, ნელა გამოდია. ცხაში არ ჩავარდა გახოდი. დავა, კაი. ამიტომაც შენს თუ გინდა გაიგო თუ რა ჩელენჯი ვაპირებ შემდეგს, გამოიწერე ჩემი Instagram არხი და დაჯოინდი დაკარგულების ბროდკასტში. სადაც შეგვიძლია ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი შემდეგი ჩელენჯი. ბიდი. მე ნავიგაციაში მაგარია. როგორია პირველი რამდენიმე წუთი? ძალიან წუთი. ანუ ეხა მოვდივართ 5 წუთია და გიგის გონია რომ 9 საათია მანქანამდე მოვდივართ. ახლა დაიჭერე კამერა. აქ ისინი ხა. მიდი, გასული ხარ შეჩემა უყურებ. უყურებ ხო? ამ შემდეგ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. რადგან შემდეგი დღე ძალიან დატვირთული გველოდა. ბიჭო, აქ მარტივია. აქ შუქებიც ვიცი. მიდიო. დაიცა? ვა, ნახე მარტო იცი. კი. შუქები რატო ვანტე ვაჭი? შენს გამო. დაიცა აქეთ ვიცი. მიდიო. ერთი წა. აჰა. ეგ არის? კი. აქედა ვიცი რა. ზეო აქ. ბიჭო, იქ ვიყავი დაბნეული, იმიტომ რომ ის არ იყო ჩემი სამზარეულო. აბა სად სამზარეულო? სამზარეულო არის აი აქ. ტუალეტი? ტუალეტი არის აქ. რა მაგარია. აი არ გჭირდები, შეიძლება წავედი, იცი ზღვა ყველაფერი. всё, შენ ის მომეცი პროსტა რა. ეგ არა, რა მოგწე რა. რო გამოვიცვალო და ჩუსტები. აჩიბაც მალევე მომიტანა ის ყველაფერი რაც მჭირდებოდა. ალბათ რომ გადაიღო, შუქები არ ჩაგიქრა ისე წავალ რა. რო წავალ ესე ჩემი კამერით არა და არა, არა. ხო, ესე დატოვე რა. ხელ მიყო და გვაფენას. კაი. აბა ჰო. აი მეგობრებო, მარტო დარჩენა არის 64. კი, ზოგჯერ მარტო დარჩენა შეიძლება იყოს ფუფუნების საგანი, თუმცა არა მაშინ, როდესაც თვალები ახვეული გაქვს. ეს ტელეფონი არ უნდა დავკარგო. იმიტომ რომ ანუ დარეკო ჩემილია ესე დაურეკო, ნახეთ. Hey Siri. Call Achi. Calling Achi with WhatsApp. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შეიძლება არც თუ ისე რთული ჩანდეს. თუმცა ეს მხოლოდ პირველი დღეა. ხო ჯამთელად მიდიხარ ძმაო, არა ხო ყველაფერი კარგად აგაკ. ჩემი ერთადერთი დროის გასაყვანი პოდკასტები და მუსიკები იყო, რომელსაც Google Assistant-ის დახმარებით უსმენდი. ესე ვეძახდი. Hey Siri, ეს ჩამერდი. All of us, and that's why processes like this are really important. მოვედით გიგისთან, დღეს მივდივართ World Run-ზე, უნდა ვირბინოთ გიგისთან ერთად და ნუ დავეხმაროთ რომ ვირბინოთ ჩვენთან ერთად. ეხლა წავალთ ავაკითხავთ და ვნახავთ რა შვება და როგორ არის. თუ არის საერთოდ. შეიძლება არც არის. Wings for Life World Run არის გლობალური საკოლმოქმედო გარბენი, რომლის 100% შემოსავალი გადადის ფონდში. გარბენში მონაწილეობენ ერთდროულად 1000-ობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა დასახმარებლად. ცოცხალია ვაშენი და? ცოცხალი გო. One eternity later. გამარჯობა, გენაცვალე. ვიდი მოვიდა? ანაც აქ არის კი. ცოცხალი ხარ? ბიჭო, კი, просто თილი დღე წევარ და დავიღალე. ბიჭო, როგორია? რავი, არაფრის გაკეთება არ მინდა. სირმანერო ვიყიმან რა. მე მომიშალა. ვირავეთ ჩაპირდეს და რა კაცი და საერთო პოდკასტის უსვედი 30 წუთი და ვერ გადავთე ვერანაირად. მე რა გემშვენიერი. არა, მშვენიერი დღე რო იწყება საერთო კაცი და კალათი ძალიან მშვენიერი დღე იყო და ბასტოთი. აი, ვერ გადავთე 9 საათი. არა, გადავთვა გინდოდა? ბიჭო, სიმღერის ოდნავ. აი, მე საით ვიდიხარ. ჩუსტი დავკარგე და. მოიცადე? აი, ჩავიცო, წავი. ერჩოზე ლეზუბედო შეგე. ის ნაიკი მინდა.
აი ეს რა აბა. სწრაფად. აჰა, ესაც ვიდე ჯერ მარჯვენაებს ვიდე. გაჩაიცვი, კარგია. ახლა მიდი ეს. მიდი კარგად გავხსნი, მიდი. ეს სხვა ჩამოც. არა, გასვლა. ეს ეხლიც იღელსიში გავემზადეთ და წავედით. მოკლედ ცოტა კი დავაგვიანეთ. ცოტა დავაგვიკი და იწყეს სირბილი, მაგრამ ჩვენ მაინც შევვალთ სირბილის დროს. შემერთებით მივდივართ მაინც. აუ რა მაგარ. რა არის კაი. ნინი აი ჩვენი ნინი მოვა ეხა ეს აღარ მინდა ალბათ. არ უნდა დარბოდეს შენ. გამარჯობა. დაიცა ერთი წამი ჩემი. აა ვინ არის? დადებიან. მაცადე. მაცადე არ ვიცი. აი ერთი წამი გავხურდა ნინი უნდა გამოვიდეს. მალევე გავხურდი და დრო მოვიდა ჩემს ხოვრებაში პირველად მერბინა თვალე ბახვეული. აჰა, მოდი ერთად. დაიცა დამელოდე ერთად ვირბინოთ, ზად ხარ? ჩემო სიყვარულა კი. ესაა ცლის წერტილი? ხო რა, თათვალე. უყოლება წინ. всё, ეგა, აი, რატოა ეს? რატოა? შენ გაგიჩალის ეს შეშება. მე არ გავჩერდები. შევჭამ, ბიჭო, ქაში. უნდა გადაახტენ, ხა წავიდა? ჰეი და ვაფშე. შეხების გარე. თავაში მეუნება ვამოღამეთ, ბიჭო. არ მეცემა სირბილის დროს ლაპარაკობ თან და ყובה ქოთქოთებ. Bro, chill. აუ რა სწორე. მოკლედ გიგი ძალიან რა დარბის და ჩვენ გადავწყვეტ რომ გავიჭრათ. მე ხა მეოთხე კრუგზე ვეწევით. ძალიან კარგია. მაგარი სულის კვეთება და ძალიან სიყვარულია. იმენა ჭიქა უნდა ეკავოს ხელში. ქართველებოდ ვერ შემოგევდეთ მე. ხო, მართლაც ყველა მიყვარხარ. გიგი რა არის ეს ირბინე რა? ირბინე რა ძმაო რა? ხონი ხა დავამოღამეთ. იმენა, ძმაო. ხევ. ვიზავეტაკე. რა შეიძლება ბრმახო არა ხარ თვაში გამოიხედე რა? ყველა კიდე აბა რა. სირბილი თუ არის გით ბიჭო რას დავი? მოიცადე. გავხტე? ორი დავიხა. მე გავბრებო შეუძლებელი მაინც არაფერი არ არის. გაგვასწრო ბიჭო. ვინ გაგვასწრო ბიჭო? არ ვიცი დაღლა. გიგი, შენი ფანია მოსული, უნდა გადავიღო ხო? მოდი. მათყოე თუ მართლა? არა, მართლა. ხალი აქ არის? კი, ახლა შეჩევ. თუ შორს არის? ალი. გიგი, გეკაიფებია, ბრო. დამარჩი წედა ვარტყათ. წამო, საგაცვია დღეს? მე. გამოიცა. ვერ ხედავ? სუპერმენი რაღაცა. ანიმე ვარ. რატოღაჩი? ანიმე. აუ არ ვიცი ანიმეები რომელი ხარ? Sailor Moon. Sailor არ ვიცი. Sailor Venus-ი ვარ ბიჭო, ვინმეში არ შეგეშალოთ. უკვე 6 კილომეტრია მე ის რაღაცა გვეწევა 500 მეტრში მანქანაა რა. თუ დაგიწევა მორჩება. ყოლება პრეზიდენტად გიგი წავყავი. წავიდა. სანამ არ დაგვეწევა 240 მეტრი. არ ჩერდები ბოლომდე. რო დაგვეწევა. აი მე 7 კილომეტრი მასლავი. 7 კილომეტრი. მე 6500. 6500. ეხა 200 მეტრში დავეწევა. 200 მეტრი დარჩა, ქეჩერკარ დაგვეწევს მოიცა. არა წავედი ქეჩერკაში? გიგი დაიღალე გიგი? არა და წავედი. გიგი აუ თუ დამაჯახები გიგი. მე გავიმარჯვე. გიგი ნახე რა კაი კადრია შეჭება. უნდა მოვიგოთ გიგი. აბა რა უნდა მოვიგოთ. ტოპ 50 უნდა გავიდე. ათი. We got that. ჩვენ შევძელით. We are the champions. 7 კილომეტრი რაღაცა შენ. კილომეტრი და 300. მე 6 და 6 და
500 სადღაც ხო? მე ორჯერ მეტი, იმიტომ რომ თან უკან დავრბოდი, რომ გადამეღო. დანგელ აუ ჯიგო. რაკენი, რამდენი ირბინე? 10. აუ, და გავწყვეტი. მე 7-ზე დავნებდი, მაგრამ გავდგეთ, შემდეგზე დავდგეთ ძმაო. უთვალო და უსინათო კაცმა 7 რო ირბინე, მე 10 სად ვთქვა. აი, გამიხარდა შენი ნახვა რა, ესე სულ. კიდე ნახე ხოლმე ეგრე. ხო, კი. მოკლედ მოვრჩით სირბილის აქტივობას და სახში მიმყავს და 6.5 კილომეტრი. დასაბანია ბიჭი. მე ჩემი წევას მაო. არა, ღმერთო დამიფარო შენ დაბანა მაყლია ახლა კიდე რავი. მეგობრებო, 6.5 კილომეტრი ვიბინე თვალე ბახოვით. მეტი რა უკვე. მე დამეწია ის მანქანა, თორე კიდე შეიძლებოდა რა. მე გავასტარი 5ჯერ, მაგრამ მე დამეწია მაინც. რა ვახარ? კარგად, თავად. შავსარია შენგან ძალიან. აი, ვიდე გავწოდა ხელი? ეგ არის ყოჯახი იგი. გამარჯობა. რამდენი ხანია სკოლკაზი. მოიცა ხალხი მორბის იქი და გიჟივით, არ გადაყვიდე, მოიცა. დავაი, წონტაკი, წავიდა. წავოი ხე შესაწყალა. მე დაგვა თავს. მე შეგვიცი. შეიძლება მე კაი გოგუმბანდისტა. მეც მაგას გეუბნები. ხალხო, თავიდა. მომხედე. იგა, სული ბაზე რო ფიქრო, ხალხე მარტო. ქალებმა დაგუპეშენ. ქალებმა. მოკლედ მეგობრებო, სხვა დროს ჩელენჯი რო ექნება ამ განს რა, ვინმე გამოშთით და დაბანეთ და რაღაცა ქენთ. დაბანეთ. მე არ მინდა, მეზარება, აღარ შემიძლია. მოდი, აი ვინია, რა? მე როდ ვიყავ? ჩემი მონახა. ტრაპეზებში თუ დაგჭირდა ვინმეს კაი მომლელი არ გავა, მე ძალიან ხედია. მომპისოს. არა. ებინა. მაგარი მოხერხებულია რა. წავედი მე არ ჭირდები შენ მეზარება. ჩემ ჩუსტერი მითხარი სად არის შენ? აგერა შეჩემ. სად აქ არის? აგერა. აბა მედი. აგერ არის. აი. არის, მე წავედი. აჩიც გავაცილე და დრო მოვიდა ჩემით გამომეცადა საჭმის გაკეთება. ყველაზე კომფორტულად გრძნობ საში თავს, იმიტომ რომ დაახლოებით რომ იცი რა სად არის, იქ მაგრამ ძალიან კომფორტს. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად შეა. ეხლა ვჭამოთ. სუნდა. ხომ გიყავს რომ ლანდანიდან. გადავისარო. სხვა შეჭრები რომელიც ვიგებ, არ ვიცი. ის ყველაზე გადაუყურე. არა ეს ვიცი, აი. ამაში არის ქათმის სალატი. ამაში არ ვიცი. მოგერია. ეგაა. დაი. ყოლისი. ამაზე დავალ. ანუ. არა. აჰა, ის ტიპოლიცუთი სამწუთი. José Mourinho. I am José Mourinho. Vixe. Pegamos a cabo aqui, olha, justamente para cá. Ótimo. Justamente para o olhar do moleque, a minha família. Ao Xangali era o hospital de tua. ყველაზე ცუდი არის მომენტში, არის რომ YouTube-ს ვერ მოვუყურებ. Podcast short. Hey Siri, can you turn on a podcast of Joe Rogan on YouTube? You have like regular flights. ჩემი მეორე დღე თვალებახვეული გამოიყურებოდა იდენტურად პირველისა. ისევ პოდკასტები, მედიტაცია და სიმღერები. წავიდა შენზელსკაი. აპა. ბუიცნე. და ესე გადიოდა წამები, წუთები და საათები. ჩემი მოწყენილობის დონე კი ნელ-ნელა უფრო და უფრო იმედება. გათენდა მესამე დღეც, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით აღარ წასულა.
ყველაზე დიდი გამოწვევა და დაბრკოლება შემექნა დღეს, რადგან ტელეფონზე რო ვეძახი Hey Siri, არ პასუხობს. Hey Siri, please call Achi. Hola, არ ვიცი. ალბათ რაღაცა დამეჭირა. ან airplane mode არ ინტერნეტი გამოვიდე, ან არ ვიცი რა ვქენი და ესე ვინტერნეტოთ, ტელეფონოთ, ჩემ ფიქრებთან ვარ. არც თუ ისე კარგი ფიქრები მგონია რომ დავფიქრდინე. 3 საათი წარმოგიდგენთ, სრული სიჩუმე. ვერავის ვერ ვლაპარაკები, შავია მხოლოდ, არაფერი არ ხდება. და ესე დამგვარად გავატარე მომდევნო 5 საათი. სიჩუმეში, სიბნელეში და მხოლოდ ჩემ ფიქრებთან. თან გავაფრთხილ ყველა რომ არავინ არ დამერიკავს პირველ საათამდე თქო და პირველს გადაცდა მაინც არავინ არ მერიკავს. ალბათ airplane mode მაქვს ჩართული, არ ვიცი, რაღაცა არის ჩართული რაც ვერავინ ვერ მიკავშირდება, ან შეიძლება სულ ფეხებს ვიდივარ. ყველას მაგასაც არ გამოვრიცხავ. თუმცა ამ საუბრიდან სულ რაღაც 1 საათში სტუმარი მომივიდა. და როგორც იქნა, ვიღაცა მოვიდა ჩემს სახლში, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ეკავდა. აი ესა ჩემი და სალონი ესალმიხა. და ეხა მეხმარება, რომ ცოტა დავალაგეთ, იმიტომ რომ ყველაფერი მიყრენ მოკლედია ესე მეც ვქუცნობ ამას. თქვენ ამჩნევთ ალბათ. ეს ვერ ავალაგე. მე რო მომეშალო წავუწექი მე და რომ დააკაკუნეს მივხვდი რომ ან ტელეფონზე ვერავინ ვერ მირეკავდა. რატო ვერ მიგრას შეგოდა რომ რეკავდი? ნომერზე რო გირეკავდი voicemail-ს მეტროგინებ და არ გამოდიოდა ზარი. მე დაგეტო. ცოტა ხანში აჩი და ანაც მოვიდნენ და გამემზადეთ სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად. ასე ჩაულებრივ კიბეა, ჯერ კიდე კიბეა. კიდე კიბეა. დღეს ამის სხვადასხვა აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. პირველი ეს არის ექსტრემალური, მეორე ეს არის უფრო ექსტრემალური და მესამე ეს არის კულინარია. ის ამოვიდა. ჩემი ვერასდროს ვერ ამოვიდოდი ვერსად. მეგობრებო, ჯერ თვალახეული როგორ იქნება გამოცდილება, ესე არ ვიცი, მართლა გითხრა. სადა ვარ? მიდი, წად პირდაპირ არე. ვერ ვწხვდები, შემეშინდება თუ არ შემეშინდება. კაი, ჩავაჯირეთ აბაბეც. სადა? ხო, მიდი. მალე გამოვუშვი. და გიროცე. ვაა. მოდი. მაგარია. აი გამგორიო, შევასყდები გამე. არ შევასყდები რამე. ვაი მე რა ციგნობა, ბიჭო. არა. ესე. ვაა, მიგული გამიზდა. აი 10-დან რამდენი იყო გამოსtildeება? ვიტყოდი რომ ანუ ეგეთი არ ყოფილა რა, იმიტომ რომ ფრიფოლი მაინც არ იყო, მაგრამ რო არიცი როდის მორჩება და როდის შეიტაკები იმ რაღაცას. აი გარი ძალიან. როდის მორჩება? მე ძალიან გამისწორდა. ერი ის ბიჭო. კიშია. მე ვწიროდი მეგობრებო, უბრალოდ არ მეტყობოდა ცრემლები. აჩი ხო ეგრე იყო. კი, ოღონდ სველია ხე ეს. მეგობრებო, ეხლა უკვე შემდეგ აქტივობაზე მიდივართ, თუ არ დაგვამწვიდა და გაწვინა მანამდე. ანუ მაგარი მოწყერილობაა რა, სიბნელეში. აბა, ცია. აჯიკა. კიდე კაი გარეთ ვარ გამოსული, თორე სახლში მაგარი სტრესულია რა. და კი, სახლში მართლაც რომ სტრესული იყო. თუმცა გარეთაც ვისტრესებოდი, რადგან არ შემეძლო იმ ყველაფრის ნახვა, რასაც ჩემი მეგობრები უყურებდნენ. მეგობრებო, ეხლა მოვედი არენას საცოც კედელზე და უნდა გამოვცადო ჩემი სკილები, რამდენად შემიძლია ესე თვალახეული ავცოცდე ამ კედელზე, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან სპორტული ადამიანი. თუ ავედი ბოლომდე გამოიწერეს ჩემი 5 დღე თვალებახვეული ვარ. თუ ავარ, ხო უნდა გამომიწერო ხალხი. აიცა, ფეხი სადა ვარ? ფეხი სადა? მარცხენა ხელი? სადა? მარცხენა. მარჯვენა მარცხენა მერე ვარ თვალე დახუტული. მეგობრებო, გამოიწერეთ, ჩემი ახთო ჩამოვარდე. ახლოსა ვარ? აუ, დამცხაჭი. ვით ვერ ავედი? რა უნდა ამბიც მითხარით, რატო მომზდევს? ვით ვერ ავედი, ბიჭო, ამდენ ხანი ავდი. მიდი, ერთი სა ეგ არის, ერთი აიწია, ერთი ფეხი, ხელი აწიეზება და მირტყმული გავს. ეგ არის. გამოიწერე ტარიხი. ეგ არის. კიდევ ერთი ჩელენჯი შესრულებულია. თვალებახვეული ავედი. აღა უქნა, ბიჭო. არა შენ. არა, დაიცა. ხელები ამე გლანდა. მაიცადე.
არავის ზღრეყო კედელს. კარგი ვიყო. აუ იმენა ხელები აი შეძლო მაგარი. ხელებზე მოდიოდი, აი ხელები მიკანკალებდა უკვე. გერო არის ხობოდა. მთელი კედელი ზანზარებდა, ხელი ვერ გაკალებდა. ეს მთელი საქართველოს ზანზარებდა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ხიარული იყო. თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც მარტო რჩებოდი, ეს ყველაფერი უფრო რთულდებოდა. რთული იყო იმის გააზრება, რომ ამ ყველაფრის ნახვა არ შემეძლო ჩემი თვალით. რთული იყო იმის გაანალიზება, რომ არ შემეძლო ჩემი მომღიმარი მეგობრების სახეების დანახვა. ჩემს გონებაში კი იყო სიჩუმე და ერთადერთი სურვილი მამოძრავდა, რომ როდის დამთავრდებოდა ეს შელინჯი, რათა შემეძლო ჩემი მეგობრების დანახვა. თუმცა ამავდროულად ათში მაგრა ერთობოდა ჩემზე. არა, მეც ეგრე გავერთობოდი მაგაზე ეგრე რო ყოფილიყო. და ჩემ და მოულოდნელად ჭიკარტები დამიდო სკამზე. ჩია ძალიან უკვე მაგვიანდება. გაგვიანდება. მეკაი შემეჭოდა მეტი არა. ორი ცალია. ამასობაში კი უკვე მოსაღამობდა და ჩვენი შემდეგი აქტივობის დროც მოვიდა. რა შეუკვეთოთ, აბა? ესე იგი, ჯიგარი კეთზე. ეს არის, კაია, მიყვარს. ეს კარგია, ხო? ანუ ერთად მაგრამ მაინტერესებს რომ ანუ როგორ უთხოვენ მე იმის ანუ ვიღაცა გკითხავს ხოლმე? ორი ვარი რა ამბავი. სერიოზი ეჭები. აგერ ხინკალი ორი ვარი. ძალიან ცუდი გზნობა რომ ვერ ანუ საჭველისაც რო ვერ კითხო. მე უნდა გაჭამო? არა, საჭველი წამით მე შეგო. გაჭამეთ რა. ისი აჭარული მაჭამე. ხო მაჭა? არა. აჭამე. რათა პასუხს არ მაქვს? პასუხე გოგო. არა. არის ხოცხარე? აი რა. და ესე და ამგვარად დასრულდა ჩემი მესამე დღეც. და ჩემ და სამწუხაროდ მეოთხე დღეც არც თუ ისე კარგად დაიწყო. დღეს არც თუ ისე კაი დღე მაქვს. საჭმელს ვიკეთებდი. საჭმელს ვიკეთებდი და რო ვაჭერ ამ რაღაცებს, ანუ რასაც დავაჭირეთ. აქ შვება, მაგრამ ანუ არ ირთვება. ვერ ჩავთე, მოკლედ მიკროტარღული, ამიტომაც მომიწევს სივიჭამა. ერთი წუთი იყო და ყველი გალბა ალბათ. სახში მაინც მარტივია სიარული ასე თუ ისე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სანდრაა. როგორც აღმოჩნდა მიკროტალღური ღუმელი children მოუძე დამიყენებია და ამიტომაც ვერ ვთავდი ვერაფერს. მე მეოთხე როგორც იქნა? აჭის უხარია რომ ჩემი მოვლელი აღარ იქნება სულ რაღაც ერთ დღეში. თქვენ კი ალბათ ბევრს გიათ რომ ეს მოვლელი იყოთ, მაგრამ ესე შავი რომ მიკეთია, ამდენი ხანი უკვე რა. ორიენტირებას დავკარგე. რომ წამოდგები ხოლმე რაღაც გონია ძალიან რაღაც აი მაღალა ვარ რა და აი მე უფრო და უფრო მეშინია რა. ნაბიჯის გადადგმის რა. მაგრამ დარჩა 24 საათზე ნაკლები. 24 საათზე ნაკლები, თუმცა დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ესე ინტერვიუ, სადაც მოკლედ ერთად წავალთ და ნახავთ, ნუ ჩემთვის ეს რამოდენიმე დღე იყო, თუმცა ზოგი ადამიანისთვის ეს მთელი ცხოვრებაა და ნახოთ როგორაა და რანაირად მათთვის. და აქვე გამოიწერეთ გიგის არხი, მეგობრებო, რომ ესეც იგიჟებს, ეს კაცი ბევრს აკეთებს. გამოიწერეთ არხი, აჩის არხით გამოიწერეთ. მარტივი მოტივაცია არის ჩვენთვის ეგ ამბავი და თქვენთვისაც გონია რომ კარგია როცა კარგ კონტენტს უყურებთ. და ძალიან მალე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუს დრო მოვიდა. კარგად. მეც კარგად. ანა უსინათლობის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ხედელობა დაკარგა, როდესაც 5 წლის იყო. ანუ აქ არის კამერები, ვიპოვე სადაც არ ნახე. ანუ შემთხვევაში მე რადგან არ ვიცი და ახსოვდა გაჩვენებ აი ამას. და მათ უნდა დაჭდე. გამარჯობა ანა. მოგესალმები. აქეთ მეორე ანა გვიზის. გამარჯობა გიგი, გამარჯობა ხალხო. როგორ ახარ? მე მაგ კითხვები და შენ როგორც ვითხარი, შემიძლია ყველანაირი კითხვა დაგისვა, ამიტომაც მე ყველაფერს დაგისვა, ყველა კითხვას. პირველ რიგში რაც მაინტერესებდა, ეს იყო როდის დაკარგე მხედველობა, ეს იყო თანდაყოლილი რო დაიბადე თუ მე რაღაც პერიოდში დაგემართა, ეგ მაინტერესებს. მე ვერ ვხედავ 5 წლიდან, ოღონდ 5 წლის ასაკიდან ვერ ვხედავ ხა როგორ, ანუ ნელ-ნელა დამაკლდა, იმიტომ რომ რაღაც ვირუსი აღმომაჩნდა. ციტომეგალო ვირუსი ასე ქვია. ხო, კი და რომელმაც დააზიანა თვალი. ეხა იქ ძალიან ბევრი დეტალი არის, რასაც არ ვყვები რა, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ანუ ნელ-ნელა დავკარგე მხედველობა და 5 წლის ასაკში უკვე საერთოდ ანუ ტოტალურად უსინათლო გავხდი, ასე ვთქვათ. აი 5 წლის ხო დაკარგე სულად ეხა მაგ დროს გქონდა ქვეც ანუ აანალიზებდი ყველაფერს რაც ხდებოდა შენს ირგვლივ და ასე ვთქვათ აი როგორ
დეპრესია აქ ქონდა ეგეთ რამე? არა, სხვათა შორის არ მახსენდება. აი, არიან ადამიანს სტრესულად რო ახსენდა, საერთოდ არ მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ პატარა იყავი შენი აზრით? იცი რა, ვერ ვიტყოდი მაგასაც, მე მგონი უფრო იმიტომ რომ ჩემს ოჯახის წევრებს დიდი ყურადღება არ გადაუტანიათ ჩემ ხედველობის დაკარგვაზე, ძირითადად იყვნენ ორიენტირებულები იმაზე, რომ როგორც პაციენტი არ აღიქმებოდი სახლში. ცოტა აი რაღაც მომენტში მაგის გააზრება, რომ შეიძლება ცუდად გახსოვდეს მშობლები, ან შენი საყვარელი ადამიანები, ხა მესმის რომ ძალიან პატარა იყავი, ერთ მხედველობა დაკარგე. რაღაცა მტკივნეული განცდა არ არის ხოლმე. იცი რა არის? არა, ასე ეგრე გავიზარდე რა, რომ აი რაღაც წარსულს კი უნდა მივტიროდე. ანუ უნდა დღევანდელობით და მომავლით უნდა ვიცხოვროთ, ახლა მე რო დავჯდე, ხაი. აი ვიღაცები მიკითხებიან ხოლმე, რომ აი ოპერაცია არ გიშველის და ანუ დამიჯერებთ, რომ ტექნოლოგიებს ძალიან კარგად ვფლობ, Google-იც ვიცი, აი ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ არასოდეს არ დამისერჩავს. ანუ ჩემთვის ოპერაციის გაკეთება შეიძლება თუ არა. რატომ? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩემი ის იქნებოდა ყოველთვის რომ იქნება რამე გამოიგონონ ეხლა. 18 წელია ექიმთან არ ყოფილა, თვალის ექიმთან არ ყოფილა, 18 წელია. ანუ ერთადერთი სტატუსი რომ უნდა მომიჭებოდა, მაშინ ვიყავი ხა და ეგ 23 წლის ხარ ბოდიში. 23. ანუ 5 წლის მერე ფაქტობრივად რაც ანუ არ ყოფილვარ ექიმთან. მე მაინტერესებს ურთიერთობები, აი ზოგადად უნივერსიტეტში თუნდაც აი მეგობრებთან, ან თუნდაც აი რამეს როგორ გძნობ ხოლმე თავს. მოდი ვაღიარებ, რომ ძალიან მართლა კარგი მეგობრები მყავს უნივერსიტეტიდან შემორჩენილი და ასევე იქაც ახლა ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია, ძალიან ჯანსაღად აღიქვამდნენ ჩემთან კომუნიკაციას. იყვნენ ახლა ვიღაცები, ვინც მაგალითად ესე გამივლიდა და რადგან ვერ დავინახავდი ხოლმე, გამარჯვებას არ მეუბნებოდი. მაგრამ ნუ ეგ შესაძლოა. მე საიდან ვიცი, ანუ ზუსტად ეს ეგ tricky. ორი თემა არის, რითაც ხვდები, მათ შორის ადამიანები მეუბნებიან კაცს, რომ იმან გაიარა. ეგრე მეც აჩი შეიძლება გავუარო არ მიესალმო კაცო, მაგრამ მიყვარს გულით, არა აჩი. რავი, ხა თუ ვიჟმოხარ სხვა თემა, კი აქ არის. კი აქ არის შენ. არა, აქ არის მესმის კაცო, რა აქ არის. თუ არის რაღაცა ისეთი, რასაც ან უსინათლოებს ეტყოდი რამეს აქენა სხვა ადამიანებს, ვინც შესავით აქტივისტები არ არიან მაგალითად. არასოდეს ჩაიკეტო წარსულში, ყოველთვის ვიფიქრე აწყვასა და მომავალზე. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანები მხედველობას რო კარგავენ განსაკუთრებით რაღაცა უფრო დიდ ასაკში, ხო? ანუ იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ აი როგორ დაიბრუნონ ის რაღაცა დიდება. და მეგობრებო, ეგ დიდება, ან დაბრუნდება, ან არ დაბრუნდება, ჯობია რომ ეს რაღაცა მოცემულობა მიიღოთ, რაც გაქვთ და აი ამასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ. არა შეშმო ადამიანებს რომ იმართო, რომ აი რავი, აი ძალიან ბევრს ხო არ აქვს ისა, რომ აი ცხოვრებაზე ბევრ საქმე, აი ხელს ჩაქრებან ბევრს უწუნებენ რაღაცეებს და იმას ვერაფასებენ რაც აქვს რა და აი რას ეთყოდი ეგეთ ადამიანებს. შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც უკვე განვმარტებ, ხო? გარემოსგან წამოსული შეზღუდვები არის შესაძლებლობების და ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეს შესაძლებლობები, ხო? და არ ჭირდებათ რაღაც ალტერნატიული გზების გამონახვა, რომ მათ შორის ისწავლონ, იმუშაონ, დამოუკიდებლად იცხოვრონ და ასე შემდეგ. რავი, ვეტყოდი, რომ არ ვიცი, ანუ ყოველი დღე თქვენი უნდა იყოს არსიანი რა და რაღაცა იმას კი უნდა დაელოდოთ ვინმე რამეს როდის გაგიკეთებთ. ანუ და ხო, აი რაღაცები უნდა დააფასო. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ ეხლა ძალიან ისეთია რა, თითქოს სენტიმენტალური და დიდად არ მიყვარს ესეთი რაღაცების თქმა, მაგრამ ეხლა უყურე, სულ ამბობ რა ძალიან მინდა, რომ მაგალითად წიგნის hard copy წავიკითხო რა. ანუ იმიტომ რომ თვითონ ეს პროცესი მომწონს ძალიან, თან ეს ბავშვობიდან ძალიან მაქვს ჩარჩენილი ხვდები, რომ აი წიგნი რაღაცა მაშინ მომწონდა ეს წიგნები რაღაცები და უცბად მერე მომაჩეჩეს ხელში დიდი ბრაილის შრიფტის წიგნი, რომელიც ჩემთვის წიგნთან არ ასოცირდებოდა. ხო და ანუ ესეთი რაღაცები უნდა წიგნი იქნება ეს თუ აი ყველაფერი უნდა გამოცადოთ და ანუ თქვენი ცხოვრება არ უნდა გაატაროთ რაღაცა უსაქმრობაში, ხვდები? რაღაცები ხო, აი რაღაც კარგი უნდა აკეთო, მათ შორის შენი თავისის, მათ შორის საზოგადო საქმეები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო იყო და მადლობა ძალიან. ხელი ამერთი საათის განმავლობაში სიამაყით ვივსებოდი. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, სტუმრობისთვის. რომ გამონახე, ხელს გამოგიწვდი, აი ესე. მადლობა. მეგობრებო, მოკლედ შოკირებულები ვართ აქ ეხლა სამივე მართლა.
ყველაფერი არის აქ და ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი. მართალია და ძალიან ესე ვთქვათ мотиваციას გაძლევს, როდესაც ესეთ ადამიანებს ნახულობთ, რომ უფრო კიდე მეტი და მეტი გააკეთო ადამიანები. ანუ მართლა რა, ანუ აი ეხაც მიკურს წავიდა რომ აი მართლა ეხა ესეთ გამომება. ანუ სადღაც გაჩერებაზე ჩოლებრივად ჩამოვიდა გოგო და ეხა წავალო აქიდან სახშია გითხრა რა, ძალიან უცნაური. ხო, აქედან აქციაზე მივალო. ხო, აქციაზე მივალო. ანუ მოკლედ გაგვაუცა რა, სულ ყველა. და მეგობრებო, როგორც იქნა, მოვიდნენ. სწორედ მოვაკეთებ კამერას. გვეშველა. აქ ხარ, ჩან ხარ. გვეშველა, მეც ვეშველა, ამასაც ეშველა. ყველა მთელს საქართველოს ვეშველა. აქიდან გავწყინე. აი, ნამდვილი მეგობრები. აი ესენი, აი ხალხი, ადამიანი, პიროვნებები. პიროვნებები ხართ? ისე გიხარი. ამებები. ჩვენ რა დამებები. მოკლედ ეხლა ეს უნდა მოვიხსნა, მაგრამ ესეთი მარტივი პროცედურაც არა, ესე მოვყავ და მოვიხსენი, იმიტომ რომ რაღაც ნელ-ნელა უნდა მოვიხსნა. ამიტომაც ეხლა ცოტა უნდა გადავაწყოთ აქ. და ნელ-ნელა ახლოვდებოდა ის მომენტი, როდესაც 5 დღის მერე გავახელდი თვალებს და დავინახავდი ისე. და ამ დროს შინაგან მეს ძალიან მოხაროდა ამ ფაქტის შესახებ. და როგორც იქნა, გავიდა 5 დღე სიგნალის თერაპიიდან. 5 დღე არაფერი არ დამინახავს, საერთოდ სინათლეც კი. არც სინათლე, ანუ არც ტელეფონი არ ამისქრო, ვერაფერი ვერ შევშოვდი ეს 5 დღე მოკლედ ემოციურადაც ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ როდესაც ვერ აკონტროლებ რაღაცაზე ნერვები შეშლება, ბრაზდები, მარტო რჩები შეთავაზ, შეიძლება რაღაცა 5 საათი ყოფილიყო ისე რომ სრულიად მარტო ვიყავი, სიმღერაც ვერ ჩამირთო ტელეფონში. მოკლედ, დრო მოვიდა თვალები ზე მოვიხსნა ახლა და პირველად დავინახო 5 დღის მერე. ამ მომენტში ჩემს გონებაში გაიელვა ძალიან ბევრი სხვადასხვა ემოცია. და ერთ-ერთი ემოცია იყო სიხარული. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი მომენტი, როდესაც დავაფასე ის, რომ უბრალოდ შემეძლო დამახო. რა ლამაზი თვალები ქონია. და ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა მასწავლა ამ ჩელენჯმა. ჩვენ ადამიანები ხშირად წუწუნებთ საჭმელზე, რომელიც არ მოგვეწონა. ტელეფონზე, რომელიც აღარ არის ახალი. და პატარა ბინაზე, რომელიც თითქოს არ გყოფნის. მაშინ როცა ვიღაცისთვის ეს ყველაფერი ოცნება. ჩვენ ვხედავთ, დავდივართ. ყავს ადამიანები, რომლებიც გვაფასებენ და ჩვენს გვერდით დგან. და ეს ყველაფერი შეიძლება კი ვიღაცისთვის მთელი ცხოვრების აუხტელელი ოცნება იყოს. მაგრამ ჩვენთვის ეს ყოველდღიური რეალობაა, რომელსაც ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ადამიანის გონება ყოველთვის მეტს ითხოვს და ამ მეტის მოლოდინში კარგავთ მადლიერებას იმაზე, რაც უკვე გვაქვს. არ დაგავიწყდეთ დრო შეაჩეროთ წამი და დააფასოთ ის ყველაფერი, რაც გაქვთ. რადგან ის რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ეს ვიღაცისთვის მთელი ცხოვრების უცნებაა.